მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. არალთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაკითხული არასრულწლოვნები ამბობენ, რომ მიკროავტობუსის მძღოლი ავარიის დროს სწრაფად გადაადგილდებოდა. გვეუბნება ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი 4 არასრულწლოვნის მონათხრობზე დაყრდნობით. დღეს საქმისთან დაკავშირებით არასრულწლოვნები დაკითხეს, რის გამოც სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებით იმავე მიზეზით დაიხურა მომდევნო სხდომაც, რომელიც ორშაბათს 6 აპრილს არის დაგეგმილი. საქმე ეხება გასული წლის 8 სექტემბერს მომხდარ ავარიას, რა დროსაც სატვირთო და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად კი ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს დააკავეს სატვირთოს მძღოლი, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მიკროავტობუსის მძღოლიც უნდა დაისაჯოს. მიკროავტობუსის მძღოლი ჩვენს რედაქციასთან ბრალდებას უარყოფს. არგუმენტად კი ვიდეო ჩანაწერი მოჰყავს და ამბობს, რომ იგი მთავარ გზაზე მოძრაობდა და პრიორიტეტი მის მანქანას ენიჭებოდა. მათ განმარტეს აბსოლუტურად ყველაფერი სიმართლე, რაც დაინახეს და რაც იცოდნენ. და ახალი გარემოება იყო ის, რომ თითოეულმა მათგანმა ცალსახად განაცხადა, რომ შედარებით სხვა ავტომანქანებისგან, სადაც უმოგზაურია ზოგი, თავის მამიკოს დაყავდა ზოგი ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ბეჟანი ყულიჯანიშვილი დადიოდა ძალიან სწრაფად და ერთმანეთში ბავშვებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ჩვენია დღესაც იქნება ეს დაგვამტრევს ეს ადამიანი ავარიაში მოგვაყოლებს, მათ შორის გარდაცვლილსაც ჰქონდა აღნიშნული ნათქვამი. და ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება იყო ის, რომ ასეთი ტრაგედიის, ესეთი ავარიის თანავე, ესე იგი ბავშვები ამბობენ, რომ მივიდა სატვირთოს მძღოლი და ეხმარებოდა შეძლების დაგვარად სისხლს წმინდავდა, ამშვიდებდა ბავშვებს, ხოლო ბეჟანი ყულიჯანიშვილი შემთხვევის ადგილიდან გაქრა, მიიმალა და გამორჩა პოლიციელები, როდესაც გამორჩნენ მაშინ და ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას. ეს არის არასრულწლოვნების განმარტება. საქმეში იყო ესეთი საქმეში ესეთი ჩვენებები არ იყო, საქმეში ძალიან მოკლე და ბუნდოვანი ჩვენება აქვს მიცემული და თითოეული მათგანი განმარტავს, რომ იყვნენ შოკირებულები ერთის მხრივ მომხდარი ავარიით, მიღებული ტრამვებით და მეორეს მხრივ იმის შეტყობინებით, რომ მათი თანაგუნდელი გარდაიცვალა და არც კი ახსოვდათ საერთოდ რა უთხრეს იმჟამად გამომძიებელს. და მაშინ როდესაც უკვე დააწყნარდნენ, აღიდგინეს ყველაფერი და რამე, რაც იცოდნენ რეალობაში ის განაცხადეს თითოეულმა მათგანმა. მათვე განმარტეს, რომ ბეჟანი ყულიჯანიშვილი გარდა იმისა, რომ ძალიან სწრაფად დადიოდა, ხშირად გამოიყენებდა ტელეფონს, ხან სოციალურ ქსელებში იყო და ხან ტელეფონზე პასუხობდა ზარებს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თითოეული მათგანის ჩვენება ფიქრობ, რომ იმოქმედებს საბოლოოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან და რადგანაც ექსპერტმა თეთრაძემ განაცხადა, გახსოვთ ალბათ თქვენც ესწრებოდით, განაცხადა პროცესზე ჩვენს კითხვაზე, დაცვის მხარის კითხვაზე, რომ თუ ექნებოდა მას სხვა მონაცემი საქმის მასალებში, რომ მაგალითად დადიოდა ეს მძღოლი ძალიან სწრაფად, ან ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენებდა ტელეფონს და სოციალურ ქსელში იყო შესული და არ იყო ყურადღებით, იქნებოდა თუ არა იგივე დასკვნა, რაც მათ დაწერეს. ექსპერტმა თეთრაძემ განაცხადა, რომ ცხადია, თითოეული გარემოება იმოქმედებდა ექსპერტის დასკვნაზე. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული იმოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს და ობსერვატორიის მეცნიერს ნასას ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. ასევე ნასას ჯილდო გადაეცა ობსერვატორიის მეცნიერს ვოვა აივაზიანს. მეცნიერები მონაწილეობდნენ საერთაშორისო დაკვირვებით კოლაბორაციაში, რომელიც განხორციელდა ნასას პლანეტარული დაცვის პროგრამის ფარგლებში. კოსმოსური აპარატის კინეტიკური შეჯახების შედეგად ასტეროიდის ორბიტული მოძრაობის ცვლილებების შესწავლის მიზნით. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჭკოვი გუმბათის დამაკავშირებელი გზა წლებია დაზიანებულია, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, აღნიშნულ გზაზე ასფალტი არასდროს ყოფილა, ვრცლად გთავაზობთ სიუჟეტს. საწრაფოდ ვერ ამოდის თავის დროზე და მე დახმარება გჭირდება თავის დროზე ვერ ამოდის.
კაცი შეიძლება მოვიდეს სასწრაფოს დაგვიანების გამო. სასწრაფოს ვერ ამოვა თავისთავად იმ მხრივ რომ გზა არა. ეს ლევან მოკრტიჩიანია, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვში მცხოვრები. მოკრტიჩიანი უკვე მეორედ სხვადასხვა დროს უკავშირდება ჩვენს რედაქციას ერთი და იგივე პრობლემით. ხაჩკოვისა და გუმბათის დამაკავშირებელი გზის პრობლემით. აღნიშნული საგზაო მონაკვეთი წლებია დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. მოკრტიჩიანის თქმით, აღნიშნულ გზაზე ასფალტი არასდროს ყოფილა დაგებული და გზას მხოლოდ ხრეშავდნენ. მოხრეშვის შედეგები მოკრტიჩიანის თქმით მალევე ქრება, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როდესაც თოვლი დნება და ნიაღვრები ხრეშს რეცხავს. შედეგად კი დღეს გზა ისეთ მდგომარეობაშია, რომ იქ გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაც კი სირთულეს წარმოადგენს. 22 მეტრი მე რაც მახსოვს, რაც გამიგე, მან საერთოდ ასფალტიანი გზა არ ყოფილა, 1000 ერთხელ პრიდნე ხრეშ, ეგეც მაგას წყალი მიქონდა, ანალოგიური რჩებოდა. ეხლა უფრო არის ყოველ წელს ყოველ გაზაფხულობაზე უარესი არის. თოვლის დნობა, ნიაღვარი, ელემენტი არ ამოდიან და არ უღრემ ელემენტი რო გაასწორ ეხლა დღევანდელ დღეობით უფრო საშინელებაა. სოფლამდე შედიხარ საშინელი ქვაღორღი, ორმო ტრაქტორით ვერ გადის და რა ვიცი მანქნები იშლება. ჩვენ აღნიშნულ გზაზე არსებული პრობლემის შესახებ მოკრტიჩიანი 2022 წელსაც დაგვიკავშირდა. მისი თქმით, მდგომარეობა ახლა კიდევ უფრო გაუარესებულია. 4 წლის წინ წალკის მერიაში ამ საკითხზე კომუნიკაციისას გვითხრეს, რომ გზის დაზიანების შესახებ მათთვის ცნობილი იყო და აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში უნდა დაწყებულიყო. რა ხდება დღეს და რა გეგმა აქვს მერიას ხაჩკოვი გუმბათის დამაკავშირებელ გზასთან დაკავშირებით? ჩვენ უწყებიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვით, მათგან პასუხის შესაბამისად აუდიტორიასაც განვუახლებთ ინფორმაციას. პირდებოდნენ გაკეთება ელემენტარი მოიხრევშება, მაგრამ რაც ვიდეოებს ვატარებ, რაც თვალით ხედავ, არანაირი დადებითისკენ, უფრო უარყოფითისკენ თანდათან ნორმალდება, ღრმავდება და მასე შემდეგ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ორ შაბათამდე.